თანამდებობის პირი იყო იქ. ესე იგი ცხოვრებაში რანაირად მახსოვს, იცი? მიტომ მოუხევ მე რაც და მიტომ მინდა თქვენ ნენსი კენედი თან კენედი. თანამდებობის პირი და ნუ ცოტა ისეთ მოკლედ ხანდახან ცოტა წაძლევდა ესეთ მეტ სერიოზულობა. მაგრამ ახლა ყველა ვიცით რომ ეს ქალი არის ვეგეტარიანელი, ხორცს არ ჭამს. არ ჭამს, იქ 1000-ნაირი ქართული სუპრა ყველაფერი არის. ეს ნენსი კენედი არის თანამდებობის პირი, უჭირავს ასე ესა. ხორცს არ ჭამს, vegetarian. ოდიშ მე ვიტარული აქცენტით. კი, მაგი უნდა ჩაურთო აუცილებლად. შეამჩნია ბიჭო, რომ აი ყველა უკვე ქართველების, ამერიკელებიც ხინკალი რო შემოვა. ნუ რაღაცნაირ ემოციას იმას შვებდა. ესე და ნუ ახლა მე ვთქვი ერთხელ, იმიტომ რომ ცოტა ბევრს ვაპარაკობდი, ერთხელ და ბელუგა რო შემოვიდა შამპურზე, ხალხო მე ვუთხარი, პროფკავშირ, განათლების პროფკავშირის ეს იყო სემინარი. ახლა თარჯიმნების პროფკავშირს ვაყალიბე, მე ვუთხარ რა გააჩვენა. იმიტომ რომ ახლა ნუ თან ხოიცი ეს რაღაცა ბროწეული საწეველი რაღაცა ეს და მთელი კარგი, მაგრამ არაფერი. უჭველი ვაიც არ დავჭებოდი და. ახლა ბიჭო ამ ნენსის ეთქობა აი ბიჭო უყურებს რა ერთი კვირა უყურებს რომ ამ ხინკალზე ოხრავს ხალხი გამიგე და ნუ მეკითხება რომ ესო მაინცო ამიხსენე ვითომ არ იცი უკვე ყველაფერი იცის ბიჭო ახლა შეჭამ არ შეჭამ დალევ არ დალევ მაგრამ შეგაყურები ეს მე ვფიქრე რა იმიტომ რომ ხო მივხვდი რომ ეს ისა და ისე სურვილი აქვს რომ დააძაბო ქალი ნებდება რა რო იტყვენ ესე და დაგეთქოს ანალიზთან გალია ეს მე ვუთხარი არის ქართველებისთვის სექსის გასტრონომიული ჩავნაცვლებელი ეს გაისუსა თვალები ასე გაუფართო და გუგები ესენი ხო გაისუსნა დანარჩენები გამიგე რომ სექსის გასტრონომიული ჩავნაცვლებელი მე სამოვიფიქრებია, მაგრამ თქონდა რაღაცა რამდენიმე ჭინკა დალეული და აი იმ მუზაზე ვიყავ. მე ვუთხარი და როგორ მე ვუთხარი და შეხედე მეთქი. ჩანგარს არ იმას. როგორც მე ვუთხარი, აი შეყვარებულს ხელს შემოხვას ორივე ხელები. მე ვუთხარი ხდება პატარა კოცსა, პატარა ჩაკმეჩა. მე მოდის ფრენჩი, მე ვუთხარი. ფრენჩი არის ფრანგული კოცნა რა. საზამთროა იტალი გამიწევი. მისმინა. ბიჭო არ ვიცი მოდიში კამერასთან გაატოვა ამასო. რა არის? ოსის გააკეთა მოხდა. რა არის იცით? უკვე ქარზაიას გავს, აი რა თანამდებობის პირსკია. ამაში ხო ის არის processed meat, ანუ გადამუშავებული ხორცი ხო არის? კი მე ვუთხარი. მაშინ no problem. ისი ვეგეტარიანელი. ეს არის ხინკალია. ხინკალია დალოცვა. ხედავ სიტყვა თვითონ ქართულია ეს არ უნიკალური მოვლენაა. ეს არ არის ქართული სიტყვა. ეს არის ხომზური სიტყვა, ავარსკი ვეზე. ხო, რას ვიძახს? ეს არის ხინკ და ალ, აი მავლობითი რიცხვი ფორმა რა. ანუ ხინკები რა. ახლა გამოდის, რომ იქიდან შემოვიდა ჩვენთან, ხო, კაი. აბა კითხე იმას, ამ ავარების დაგესწრებია. არა, უფრო ჩეჩნები არიან. არა. ეს ქართულად ქვია ხუმზები. ხო. ესენი არა დაგესწრებები, ყველაზე მრავალრიცხოვანი. ლეზნიცი ავარცი რა. ხო, 32-იან არსებობს იქ. კი, მარტო ერთ სოფელში რო არის, ერთია აულში და აი მაგრამ შეხედე რა ხდება. იქ რო ნახო მსგავსი არაფერი არ არის. მსგავსი რა შეიძლება იყოს და ლაიფციგში იყო ერთი კავკასიონური კონფერენცია და იმის ფარგლებში ჩვენო ახლა მოვაწოთ Arbeit Kreis ხინკალ.
workshop-ი რა. დავიმეთქი რა წინასწარ ხომ მომწერეს და წავედი აქედან ეს დამეშტილი ჭაჭა რაღაცა პატარა კანცები რა არახს რომ მოასწავლე. უფრო აი სვანეთში აღმოსავლეთ საქართველოსში რომ ერთ ნახატს რო ნაშვები. მე ორ ნახატსაც ვსვამ იმითი რა. და ნუ აბა ხეთა აბა ხო მივედი აი გოგუე სმაო აი ქერათმიანი ნям დაღესტნელი გოგუები აკეთებენ ატრიას სახელია ატრია იცით რა ხო ცომი არის მოხარშული არაფერი არა ეს არის ცომს ასე დიდ ცომს ასე გაატრიალებენ შეთმაზული ცომია რაღაც თავის შეურაცხმოებაზე ეს ისა მაგრამ მე ამბატან ერთად არ მოხარშული კათამია რაღაცა ატრია არაფერი არა ანუ ის არის ატრია რა იცი ხო ნუდლს რა რა ქვია იმას once upon a time in America მაგარი იმის რა ქვია იმას სხვა კლიჩკა იმის ნუდლს ამერიკაში იმის ლაფშა ნუდლს ქვია ინგლისურად ხო არა გერმანულად სულ მაგრამ ინგლისურად ყველაფერი მაკარონის საწავლა ხო რა მოკლედ მე ამბობენ რომ ჩინეთში მიჭამია ჩინურ ისა ლაოს კამპუჩიური რაღაცა 1000-900 იმი ზოგიერთის მაგრამ საქმე ამნაირი არსადაა ასე რომ დაეცეს ადამიანს ამიგერო ვაიმე ეს რა ჭამეთ აღარ მიტა არაფერიო არ არის პროსტა რა ამიგე ხო წარმოიდგენ მე ასეთი რაღაცა როა ყველგან მაგალითად პიცა ხო ყველგან კეთდება სადაც უნდა წახვიდეთ და გერმანიაში მეუბნება ადამიანი პიცა ჭამოთ მე ვთქვი რა მარაზმი გააქვს დამარცხებული მეთქი რომ პიცა ჭამო გერმანიაში ხო და ვენეციაში ნახე ქართველები გავიცანით რა ხო ცხოვრობდი იქა და ლექციებს ვკითხულობდი და მეუბნებიან რომ აგერო ასეთ სვეტსკი ადგილზე ცხოვრობ აქვე არ არისო პიცაო რატომ მიდიხარ იქეთ ანუ აქ იყო 2 წუთის სავალი და იქ იყო 10 წუთის სავალი. აქ მე ვუთხარი, აკეთებენ ინდოელები. და იქ აკეთებენ იტალიელები, პასკუალე არის, ხო ვუთხარი ის კაცი და აგერ ერთი ცისკნა ქვეყანაში საქართველოში მე ვუთხარი. გადახვალ იქეთ ხაჭაპურის გამოცხობა არ იციან, გადახვალ აქეთ ხიკვლის გაკეთება არ იციან და ინდოელის გამოცხარი პიცა რა ვაჟებჭა მე ვუთხარი აგერ პასკუალები კეთებს რაღაცა კაი უმორი შეხვდება მომიკითხა კი უი მიკითხვა და ეგ არ გაიკვირდება მაგის შემდგა ჩაოლებული ამბავი ხო და აი იგივე რაღაცა არის ეს ხინკალი ცოტა სხვანაირი რამეა რამე და აგერ სიმბოლური რაღაცა რომ ხალმა დაანება თავი იმას ვეგეტარიანებს ხო